ვისი წესებით თამაშობენ ქართველი კალათბურთელები, რა ხდება კალათბურთის ფედერაციაში და ვინ უცხადებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტს. რა პასუხები გასცა ანატომიის კითხვებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც ამ თანამდებობაზე სააკაშვილზე დიდხანს იყო და ვინვის ლობირებდა ნაციონალური მოძრაობიდან. რატომ არ შეუმოწმებია კონტროლის პალატას, იგივე აუდიტის სამსახურს ფედერაციის ანგარიშები, რამდენიმე წლის განმავლობაში და როგორ ხდებოდნენ ფერადკანიანი მოთამაშეები, ქართველები, აუტსაიდერები ანატომიაში. პრეზიდენტი უვადოდ 4 გვერდიანი წესდება, მტკიცებულებების გარეშე ჩაშლილი ყრილობა, ზეწოლის გარეშე, პასპორტები მუქთად და უმისამართოდ და საკალათბურთო მოედანზე შემოჭრილი პოლიტიკა. ანატომია დეტალურად წარმოგიდგენთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 12 წლიანი მმართველობის შედეგებს და მისი გუნდის თამაშის წესებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია FIBA-ს წესდების ხელმომწერი გახდა, ავტომატურად იკისრა ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თუმცა, ეს ვალდებულებები იმ 4 გვერდიან წესდებაში, რომელიც 2001 წლიდან მოქმედებს, არასდროს ასახულა. წესდებაში მრავალი ესე ვთქვათ, ხარვეზია, მაგრამ აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ. ეს ერთი საკითხი. და მეორე, წევრი ეროვნული ფედერაციის შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული იურიდიული პირები. უმაღლესი ორგანო ყრილობა ირჩევს გამგეობას. მაგრამ ვინ უნდა იყოს ყრილობის შემადგენლობა? ამასაც გამგეობა განსაზღვრავს. ფაქტობრივად გამოდის, რომ გამგეობის წევრები წარმოადგენენ იმ ამორჩევლებს, რომლებმაც საკუთარი თავი უნდა აირჩიონ. ხშირ შემთხვევაში ყრილობისა და გამგეობის წევრი ერთი და იგივე სუბიექტია. ეს ჯგუნდი რომ მოვიდა 2001 წელს, მაშინდელი წესდება იყო სახელდახელოდ დაწერილი, რომელსაც საფუძველი არ ვიცი რა ქონდა, მე არც დავინტერესებული ვარ, მე მონაწილეობდი არჩევნებში და შედეგით თავიდანვე კმაყოფილიც ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეგონა როგორ წავიდოდა საქმეები. გამგეობის წევრები რო არიან დელეგატები, არადა ამ ყრილობამ, ამ დელეგატებმა ისევ გამგეობის წევრები უნდა აირჩიონ, ალბათ ხვდებით რომ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია. გამგეობის წევრი პასუხისმგებელი უნდა იყოს, ანუ წლის ბოლოს ანგარიშს აბარებდეს ყრილობას. თუ ყრილობის წევრიც იგივე გამგეობის წევრი, ესე გამოდის, რომ საკუთარ თავს აბარებს ანგარიშს და რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკია. დღესდღეობით ვინც შედის გამგეობაში, ეს იქნებიან ბატონი ბესიკლი პარტელიანი, ბატონი პატაგურასპაული, ბატონი ნოდარ ქორქია, ბატონი მერა ბრატიშვილი, ასევე გენერალური მდივანი, ესენი არიან ყრილობის წევრები. ჩვენ კანონმდებლობასთან მიმართებაში არის სრულ სიზუსტეში და პლუს FIBA ევროპასთან მიმართებაში და მსოფლიო FIBA-სთან არის სრულ წესრიგში. ამას განმარტავ, იმიტომ რომ არანაირი კანონდარღვევას არ აქვს ადგილი. ეს ერთი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რო ეს ყველაფერი რო უფრო გასაგები ყოფილიყო კალათბურთის სამყაროსათვის, ამიტომ კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ თვენახევრის განმავლობაში შემოიარა ყველა კალათბურთის სამყარო, სადაც შეიძლებოდა რომ გაეცნოს ყველაფერი და ამ შეხვედრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინ უნდა ყოფილიყო დელეგატი. კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვატო ნაცვლიშვილი ანატომიასთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებული წესდების ამ ფორმით დატოვების შემთხვევაში 11 დეკემბერს დაგეგმილ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ თბილისის დინამო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ურმა ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესებს მიღმა დავჭერთ, რადგანაც ეს არსებული წესდება არ შეესაბამება რეალურად ადეკვატურ დემოკრატიულ პრინციპებს. ჩემთვის ძალიან გაუგებარია რა 2011 წლიდან 2013 წლამდე მე ვარ კალათბურთის ფედერაციაში და ამ დროის განმავლობაში სად იყვნენ ეს ხალხი, რომ გამოეთქვათ საერთოდ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რამე წესდებაში იყო რაიმე შესაძლებელი. ის ხალხი, რომელიც ეხლა დღეს ლაპარაკობს, იქ ხმას აძლევდა მაშინ წესდებას. წესით აღნიშნული წესდება 2013 წლის 10 აგვისტოს შემდეგ ახალი რედაქციით უნდა შესულიყო ძალაში, რადგან ყრილობამ ეს ასე გადაწყვიტა, ხმათა უმრავლესობამ 20-ით 12-ის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ყრილობა ჩაშლილად გამოაცხადა და მიზეზად ზეწოლად დასახელდა. არნახული ზეწოლა განახორციელდა დელეგატების მიმართ, განსაკუთრებით გუში,
ჯერ იყო ტელევიზიით, შემდეგ უკვე გამოცხადდა, იბარებდა თვითონ სასახლეში, ვიში ახლოდიანთან კერძოდ და ყველას ეუბნებოდა თუ ვინც ვერ გადადიოდა მათ ხარეს, ეუბნებოდა რომ არ მოსულიყვნენ თვითონ ყრილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ფაქტი სამართლებრივად არ დადასტურდა, დღემდე წესდების ძველი რედაქცია მოქმედებს. ეს იყო მარტივი უბრალოდ ჯანსაღი აზრის გამარჯვება იმაზე, რომ წესდება უნდა იყოს სრულყოფილი. თამაშის წესებზე უნდა შეთანხმებულიყავთ, რომელიც სამწუხაროდ გამგეობამ უგულორყო და არ დაარეგისტრირა ის იმყრილობის ოქმი, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტს დღეს ახლა კაბინეტში აქვს. მოქმედი წესდების ყველაზე საინტერესო დეტალი მაინც მუდმივ მოქმედი საპრეზიდენტო ვადაა. 2001 წლიდან მოქმედი დოკუმენტის თანახმად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არანაირ ვადას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბესიკ ლიბარტელიანის მმართველობის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის. ლიბარტელიანს უთხარი ბატონო ბესო. თუ შეიძლება თქვენ მეოთხეთ ნუღარ ბალატირებას ნუღარ გააკეთებთ, იმიტომ რომ არ არის ეს კარგი. სამჯერ ხო იყავით, ეხლა გეყოფათ რა და არის ეს როგორ ვიპასუხა, როგორი დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ თავში და ეხლაც ესევე გრძელდება ალბათ თუ წესში არ შეცვალეს. რომ ისეთ რას გეტყვით ბატონო გურამ, მე არა ისე დარჩება როგორც მე მინდა. რა გამოდის რომ საშვილიშვილო ისინია, რა ქვია, თანამდებობებია ეს პრეზიდენტობა. გამოის ხალხი, რომლებიც უკვე 3 მოწვევის ფედერაციაში იყვნენ და თვითონ პრეზიდენტიც არაპირებენ წასვლას ეთყობა. იმის მაგივრად, რომ წავიდნენ, მათ მადლობა გადაუხადონ, ისინი კიდევ აპირებენ თავისი საქმის კეთებას. მე ასე ვიტყოდი, საქმე ჩხილებში, რა თქმა უნდა, და ამან ძალიან გაანაწყენა და ძალიან შეაშფოთა ის კალათბურთის სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მრავლობითია საქართველოში, რომ არასდროს არ ყოფილა კალათბურთის ფედერაციის წესდებაში რაიმე რეგულირება. შეიძლება ამის დარეგულირება, ეს უნდა გადაწყვიტოს ყრილობამ და პლუს ამასთან ეს საკითხი საერთოდ არ დამდგა. 2001 წლამდე მოქმედებდა წესდება, რომელიც ითვალისწინებდა პრეზიდენტის არჩევას 2-ჯერ 4 წლიანი ვადით. ეს წესდება 2001 წლიდან ისე შეიცვალა, რომ არავინ იცის რა ბედი ეწია ძველს. წესდება არ ითვალისწინებს, არანაირი დათქმა არ არსებობს, არანაირი შეზღუდვა არ აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს, რაც ასევე მიგვაჩნია, რომ საერთოდ კალათბურთის ინტერესებიდან გამომდინარე ზიანს აყენებს და ჭდილს თვითონ ფედერაციის საქმიანობას, რომ შეუძლებელია კალათბურთის ფედერაციამ თავისი საქმიანობა გააგრძელოს ესე უწყვეტ რეჟიმში. ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო ერთ-ერთი თხოვნაც, რომ აუცილებლად შესულიყო 2-4 წლიანი ვადა, რომ პრეზიდენტს შეძლებოდა მხოლოდ კენ შეეყარა 2-ჯერ 4 წლიანი ვადა. კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩაერთო, სადაც სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა. 2013 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრი ლევან ყიფიანი აწერს, ვკითხულობთ. ვინაიდან AIP საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმომადგენელი წესდების პროექტი არ პასუხობდა FIBA-ს ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელო მოთხოვნებს, მხარეებმა ზემოთ ჩამოთვლილ პირველ ორ საკითხში ძირითადში შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, რაც გამოიხატა შემდეგში. პუნქტი მეორე, ყრილობის უფლებამოსილებათა ფარგლები განესაზღვრეს შემდეგნაირად. წესდების მიღება და შეცვლა ყრილობის შემადგენლობის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულების დამტკიცება, აუდიტის დანიშვნა, საპატიო წევრების არჩევა, რიგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს პრეზიდენტს გამგეობას და ფედერაციის წევრთა შემადგენლობის 25%-ს. FIBA-ს მენეჯერი საქართველოში ლევან მიქელაძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები და ღონისძიებები არაეფექტურია. სრულიად შეუსაბამობაშია FIBA-ს ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოსთან, FIBA-ს წესდებასთან და მას შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობასთანაც. რახან საქართველოს კანონის სპორტის შესახებ სწორედ ამას გვეუბნება.
სამინისტრო სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კალათბურთელთა კავშირის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რეკომენდაციებში შეიტანა შემდეგი საკითხი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის როგორც ასოცირებული, ასევე ნამდვილი წევრი უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და არა კერძო პირები. ამას ითვალისწინებს FIBA სახელმძღვანელოს მესამე პუნქტიც. აღნიშნული ხარვეზი ფედერაციის ამჟამინდელმა მესვეურებმა თავისდაურებურად დაარეგულირეს, რასაც მოყვა ერთ დღეში იდენტური წესდებებით რამდენიმე IP-ის შექმნა და მათ ფედერაციაში გაწევრიანება. ამ პერიოდში 2013 წლის მარტის თვეში ისეთ შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღის ინტერვალით კი არა, ერთ და იმავე დღეს იქნება რამდენიმე ფედერაცია და ხან სტატუსის ცენტრი ანიჭება და ასე შემდეგ. საბაზისო ერთეულად, როგორც ეს FIBA მოითხოვს, უნდა იყოს აღებული ყველა შემთხვევაში კლუბები, როგორც ეროვნული ფედერაციის ძირითადი და ქვეყანაში საბაზისო ერთეული და კლუბებს უნდა კონდეთ თავისი წონადი სიტყვის დაფიქსირების შესაძლებლობა. ეს არის პირდაპირ FIBA-ს რეკომენდაცია და FIBA-ს სახელმძღვანელოში გაწერილი. ანუ სწორედ ამას ითვალისწინებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყრილობაზე გამგეობამ წარმოადგინა ის წესდების ის ვარიანტი, სადაც სრულიად იგნორირებული იყო ეს დასკვნა. ყველაფერი იქითკენ მიყავდათ, რომ ეს დელეგატთა რაოდენობა გაზრდილიყო. იყო 32 და დღეს მივიღეთ 40 დელეგატი, ოღონდ რის ხარჯზე რამოდენიმე სუბიექტს მოუმატეს ხმა. ორ-ორი ხმით არიან წარმოდგენილი, ორ-ორი დელეგატით. სხვათა შორის ისეთი სუბიექტები, რომლებიც წელს არიან დარეგისტრირებული. ანუ ფიქტიური ის არის, რა ქვია, ფაქტიური ფედერაციები არ არიან ესენი, ფურცელზე არსებული ფედერაციები არიან, რომელსაც მარტივად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. თვითონ მათ უნდა დაუსვათ შეკითხვა, ვინც ეს შექმნეს ფედერაციები და აქედან გამომდინარე მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება იმას, რომ ფიზიკური პირები არ უკვე გამგეობის წევრების სახით საქართველოში ფედერაციების 70%-ს ყველას ყავს გამგეობის წევრები შეყვანილი დელეგატებად. საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა გამგეობის შემდეგი წევრებით იყო წარმოდგენილი. ზაზა გოროძია, გიორგი მელაძე, ლევან ბეჟაშვილი. ისინი ზუსტად ისეთივე იდეოლოგიით მოღვაწეობდნენ კალათბურთის ფედერაციაში, როგორც თავიანთ პირველ სამსახურებში, სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნიასა და აუდიტის სამსახურში. მათ არ სჭირდებოდათ პროფესიონალები, ისეთებიც კი, როგორც კალათბურთის ლეგენდა, სოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ დერუგინი იყო. აი ისე მიჩნს ამას ლაპარაკი, არ ჯობია შეეკითხოთ პრეზიდენტს. ჩვენ კალათბურთის პრეზიდენტს შეეკითხეთ ამ თემაზე გეტყვის. არ ვიცი, ალბათ არ ჭირდებოდი. ან რაღაც ხმები დადიოდა ქალაქში, ვითომ ასაკში ვარ, ალბერტი. ასეთ ხმები დადიოდა და არ ვიცი, ალბათ ფედერაციას ჭირდებოდა ეს ახალი, როგორც გითხარით, ახალი ტალღა, ახალი სისხლი, ახალგაზრდული. არ ვიცი და ვერ გეტყვით. არადა მართლა მინდოდა. ჩვენ სანამ მოვიპოვებდით ბიუჯეტთან მიმართებაში სახელმწიფო პროგრამაში ჩავждებოდით, მანამდე ჩვენ გვჭირდებოდა ამის დამტკიცება და ამისთვის იყო საშუალებები იმის, რომ ყოფილიყვნენ გამგეობაში ისეთი პიროვნებები, რომლებიცაც გავლენა ჰქონდათ და უბრალოდ მათ შეეძლოთ ჩვენი ლობირება ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, პლუს ამა თუ იმ პროექტებთან დაკავშირებით და ამიტომ ეს მომენტი ჩვენ გამოვიყენეთ. ამაში მე ტრაგედიას ვერაფერს არ ვხედავ. სამაგიეროდ ჩამოყავდათ და ქართულ პასპორტებს ურიგებდნენ ისეთ კალათბურთელებს, რომლებიც ან თვალით არავის ყავდა ნანახი, ან საქართველოს სახელით არც ერთი თამაში არ უთამაშია. სამაგიეროდ იღებდნენ ქართულ პასპორტებს და მიდიოდნენ ევროპაში. მათი ჩამონათვალი ასეთია: მელვინ სანდერსკი, კვინტონ ფოსლი, კორი ფიშერი, ლუკ სელერი. მეცაც გეტყვით, ერთი მოთამაშე მეგონი შეიძლება საერთოდ არც არის საქართველოში ნაყოფი. მელვინ სანდერსი. და ქართულ კალათბურთის წრეებში არავინ არ იცის მისი სახელი და გვარი. ნუ ეს პრობლემაა, კი. ამ პრობლემაზე პასუხის გაცემა მოუწევთ ფედერაციის იმდროინდელ მესვეურებს. პასუხის გაცემას რას გულისხმობ რა? საზოგადოებრივ შეფასებას. კითხვებს, რომელიც პირადად მე მაქვს, რატომ არის აი ესეთი როტაცია, ამდენი როტაცია და ამდენი საჭიროება, თქვათ, უცხოელი მოთამაშეების ნატურალიზების. საერთოდ, როდესაც მოლაპარაკება დგება ამა თუ იმ მოთამაშესაც უნდა აწყობდეს შენი სიტუაცია. ის ჩამოდიოდა პასპორტის გულიზა, რომ ის ჩათვლილიყო შემდეგ ევროპელად.
არის გუნდები, სადაც არის ლიმიტირებულად 5 ამერიკელი უნდა ყავდეს და 6 არ შეიძლება. ამიტომ ის ამერიკელი ითვლებოდა ყოველთვის 6. ამის ხარჯზე მოდიოდა 9-ზე მეტი აქ თბილისში. უფრო მეტიც, ქართული კალათბურთის ფედერაციის უახლეს ისტორიას ყავს ნატურალიზირებული ფერადგანიანი ქალი კალათბურთელები და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალურ საკითხად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იდგა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღო. ქალთა კალათბურთი არსებობს საქართველოში? ქალთა კალათბურთი არა. ფიბას მენეჯერი მიქელაძე აცხადებს, რომ არსებული წესდებით და ინვითარებით, რაც დღეს კალათბურთის ფედერაციაშია, რაიმე სახის არჩევნების ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს. ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარით, არის პრინციპში ქცეული რამოდენიმე ადამიანის კერძო შპს-ით. რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციის ფინანსური საკითხების შესწავლას, აუდიტის სამსახურს 2010 წლიდან დღემდე უწყება არც ერთხელ არ შეუმოწმებია. მიზეზი მარტივია. აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი პარალელურად კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი გახდა. კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ბიუჯეტის ფარგლებში 2012 წლის მონაცემებით საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვისა და მწვრთნელის ჯეისონ სტოტის 2012 წლის სახელმწიფო ანაზღაურება 244,134 ლარი შეადგინა. იგივე იგორ კოკოშკოვის ნეტო პრემიით უზრუნველყოფა 104,053 ლარად იქნა შეფასებული. ღირს თუ არა ევროპიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული მწვრთნელი ესპას. ამ კითხვით ანატომია ფიბას მენეჯერს ლევან მიქელაძეს მიმართა. კოკოშკოვის ანაზღაურების საკითხი არ იყო გამჭვირვალე და მე არ მაქვს ინფორმაცია ის რამდენს იღებდა ყოველი ნაკრების ციკლის განმავლობაში. თუმცა კოკოშკოვი უნდა აღვნიშნოთ, რომ გახდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პირველად როგორც მთავარი მწვრთნელი. ის არ ყოფილა მაგრამ მთავარი მწვრთნელი. შესაბამისად, მისი ანაზღაურება რა თქმა უნდა ყოფილიყო მიზერული. მე შემიძლია გითხრათ, მაგალითად, საბერძნეთის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა ანდრია ტრინკიერიმ რამდენი მიიღო წლევანდელ ზაფხულს, ეს განისაზღვრებოდა $60,000. 2011 წლის სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში მეტად საინტერესო ხარჯთაღრიცხვაა წარმოდგენილი. მაგალითად, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე საქართველოს ნაკრების მხარდაჭერის ორგანიზებაში 95,000 ლარია გადახდილი. ამავე წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის თანხლებით დელეგაციის ხარჯები 50,528 ლარი დაჯდა. ქალაქ კლაიპედაში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერთა ჯგუფის მივლენება ქვეყნის ბიუჯეტს 234,959 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება კოკოშკოვს ხელფასისა და ნეტოს პრემიის გარდა მას ჯილდოც გადაეცა 3,574 ლარი ოდენობით. კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები თამაშებში ხელფასის სახით ანაზღაურებას არ იღებენ. ასეთი პატივი წილად მხოლოდ 2 უცხოელ მოთამაშეს ხვდა, ჯაკობ პულენს და ენტონი ფიშერს. მათ მომსახურების ანაზღაურება 2012 წელს ბიუჯეტს 247,500 ლარი დაუჯდა. თუმცა რა მომსახურება გასწიეს და რა შეაიღეს ფული, ეს უცნობია. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ნაკრების მოთამაშეს ხელშეკრულება არ აქვს დაკავშირებული, ხელშეკრულებით არ არის დაკავშირებული თავიანთ თავისი ქვეყნის დროშის დამცველად ყოფნისას. ასე რომ ხო ცოტა ორმაგი სტანდარტიც არის, ახლა ამერიკელი ნატურალიზებული მოთამაშეა და რაღაც ინტერესიც და გამოიყო თქვათ აქვს, მაგრამ ეს ინტერესი მე გეტყვით რომ არ არის თანხა, ეს ინტერესი უფრო საქართველოს პასპორტს უკავშირდება და თუ თანხაც იყო ამაში დამატებით გადახდილი, ეს ლეგიტიმურ კითხვებს სვავს, რომელიც თქვენ ახლა დასვით. ეს ჩემი მისამართით არ უნდა იყოს დასრული, ამის ადრესატები ალბათ ის მესეურები არიან, ვინც ამ ხელშეკრულებას აფორმებდნენ. 10 აგვისტოს ყრილობა ჩატარდა, რომელიც უგულურყვეს მესეურებმა დღევანდელმა ფედერაციის ხელოვნურად ინსპირაცია გააკეთეს თუმცა და ზეწოლა იყო, რომელიც არ დადასტურა შემდგომ. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბისი კლიპარტელიანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. რაც შეეხება თვითონ პრემიას, სადაც ის დოკუმენტი მოიპოვეთ ამაღლად, იმასაც მოიპოვებდით თუ რა პრემიები აქვს მაგაც აღებული და ასე გუნდთან ერთად თანაბრად მიიღო მამაც ყოველ. 2004 წლიდან 2013 წლამდე ჩვენ ხელში გაიარა რამოდენიმე კალათბურთელმა. ყველასთან იყო ინდივიდუალური მიდგომა.
აქედან გამომდინარე, ყველა ამ დროის განმავლობაში, ვინც მინისტრები იყვნენ, ყველა იყო საქმის გულში. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და კალათბურთის ფედერაციის გამგეობას ინდივიდუალად არ მიიღო გადაწყვეტილება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა დარჩა, ძველი წესდებითა და უცვლელი სახეებით. რა მოხდება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე? ამას სულ რამდენიმე კვირაში შევიტყობთ. იქნება თუ არა შესაძლებელი მოქმედები, წესდებით რეალური არჩევნების ჩატარება და ვის ხელში ითამაშებენ კალათბურთს. მე მომავალ კვირამდე გიმშვიდობებით. ნახვამდის.